ტრამპი გაბრაზდა ირანის ახალ ლიდერზე, შურისძიებას დაიფიცა და სამხედრო გაფრთხილებით უპასუხა, რამაც კრიზისი საგანგაშო დონემდე აიყვანა. მოჯთაბა ხამენეი, ალი ხამენეის ვაჟი და მემკვიდრე, შაბათს 2026 წლის 11 ივლისს გამოაქვეყნა თავისი პირველი საჯარო მიმართვა, მას შემდეგ რაც ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობა გადაიბარა. სახელმწიფო ტელევიზიით წაკითხულ ტექსტში მან პირობა დადო, რომ შუს იძიებს მამის მკვლელობისთვის, რომელიც 28 თებერვალს ასაშეჩოსა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს. მოჯთაბამ განაცხადა, რომ შურისძიება ირანის ერის მოთხოვნაა და დაარწმუნა, რომ ეს აუცილებლად მოხდება, თუნდაც ის ან სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ იყვნენ მის შესასრულებლად. დონალდ ტრამპმა რეაგირება მოახდინა მას შემდეგ, რაც ალი ხამენეის დაკრძალვას თან ახლდა პლაკატები და ლოზუნგები, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს სიკვდილს მოითხოვდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1000 რაკეტა მზადაა და ირანისკენ არის მიმართული, ხოლო 1000-ობით სხვაც მზადაა ასევე გამოსაყენებლად, თუ რეჟიმი მის მოკლას შეეცდება. 1000 რაკეტა დატენილია და ირანისკენ არის მიმართული, ხოლო 1000-ობით სხვა მზადაა დაუყოვნებლივი გასროლისთვის. თუ ირანის მთავრობა შეასრულებს თავის მუქარას, რომელიც გლობალურად გამოაცხადა და შეეცდება ზიბრასის ამჟამინდელი პრეზიდენტის სიცდენთის სიცოცხლეზე ხელყოფას. მარსიო, ამ შემთხვევაში, მე. ბრძანებები გაცემულია და ზესაევას შეიარაღებული ძალები მზად არიან და უნარიანები არიან, ერთი წლის ვადით, გაგრძელების შესაძლებლობით, სრულად გაანადგურონ ირანის ყველა ტერიტორია. დიდება ალას. პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპი. ამავე დროს ვაშინგტონმა თეირანს ამ შაბათამდე მისცავა და საჯაროდ გამოაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა, აღყვეთოს ახალი თავდასხმები სავაჭრო გემებზე და უარი თქვას გადასახადების დაწესებაზე გემების გასავლელად. რაზე აპირებს თავდასხმას ახალი ირანელი ლიდერი? რატომ მოიყვანა ტრამპმა სამხედრო ძალები მზად ყოფნაში? როგორ უპასუხებს რეჟიმი ჰორმუზის ულტიმატუმს? ყველაფერს ახლავე გეტყვით. თუ მოგწონთ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. მოჯთაბა ხამენეი უმაღლესი ლიდერი გახდა 8 მარტს რამდენიმე დღეში მამის გარდაცვალების შემდეგ. მას შემდეგ მისი საჯარო არ ყოფნა ეჭვებს იწვევს როგორც ირანში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თავდასხმის შემდეგ არც ერთი ფოტო, ხმოვანი ჩანაწერი ან ოფიციალური გამოჩენა არ გამოქვეყნებულა. Reutersის მიერ გამოკითხული წყაროების თქმით, ის დაშავდა და სახის ტრაუმები მიიღო იმავე დაბომბვის დროს, რომელმაც ალი ხამენეი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის წინაშე არ გამოჩენილა, მოჯთაბამ თავისი პირველი გზავნილი შურისძიების დაპირებასა და რეჟიმის ყველაზე რადიკალური რიტორიკის შენარჩუნებას მიუძღვნა. განცხადება გადაიცა ერთი კვირის გლოვის ცერემონიებისა და ძლიერი პოლიტიკური მობილიზაციის შემდეგ. მოჯთაბამ განაცხადა, რომ ყოფილი ლიდერისა და ორ-ომშომში დაღუპულთა სისხლისთვის შურს იძიებენ. მან ასევე სცადა გაეფართოებინა მუქარა, როდესაც თქვა, რომ მისია მხოლოდ ირანის ხელისუფლებაზე არ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ მთელ მსოფლიოში გაფანტულ მხარდამჭერებზეც. ეს განცხადება ცდილობს აჩვენოს ირანის ხელმძღვანელობის უწყვეტობა, მაგრამ ასევე ავლენ ზეწოლას ლიდერზე, რომელიც პირადად ჯერ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ის რევოლუციური გვარდიის მხარდაჭერით აირჩიეს. დონალდ ტრამპმა უპასუხა გამანადგურებელი გაფრთხილებით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1000 რაკეტა მზად არის და მიმართულია ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. მისი თქმით, 1000-ობით სხვა რაკეტაც შეიძლება დაუყოვნებლივ გაუშვან, თუ ირანი მის მკვლელობას შეეცდება. ტრამპმა განაცხადა, რომ ბრძანებები უკვე გაცემულია შეიარაღებული ძალებისთვის და დაახპირდა პასუხს, რომელიც მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაზიანებას შეძლებს გახანგრძლივებული შეტევის დროს. მესიჯმა ნათლად აჩვენა, რომ მისი სიცოცხლის წინააღმდეგ ნებისმიერი გეგმა პირდაპირი შეტევა იქნება შეერთებულ შტატებზე. გაფრთხილება მხოლოდ მოჯთაბას განცხადების გამო არ გაჩნდა. ისრაელმა შეერთებულ შტატებს გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა ირანის ახალ გეგმაზე ტრამპის წინააღმდეგ. ისრაელის მასალა მიუთითებდა, რომ თეირანი განიხილავდა კიდევ ერთ მცდელობას ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობისა. ირანი ტრამპს შურისძიებით ემუქრება მას შემდეგ, რაც გენერალი კასემ სოლეიმანი ამერიკულმა ოპერაციამ მოკლა რესპუბლიკელის პირველი მმართველობის დროს.
ეხლა ეს მუქარა კიდევ უფრო გაძლიერდა ალი ხამენეის სიკვდილით და მისი შვილის ხელისუფლებაში მოსვლით, ხოლო დაკრძალვებმა ვაშინგტონის შეშფოთებაც გაზარდა. მიტინგის მონაწილეები ტრამპისა და ნეთანიახუს სიკვდილს მოითხოვდნენ პლაკატებით. სასულიერო პირებმა და რეჟიმთან დაკავშირებულმა პირებმა ცერემონიები გამოიყენეს შურისძიების რიტორიკის გასაძლიერებლად. ომის შემცირების გზის ჩვენების ნაცვლად ირანის ახალმა ლიდერმა მამის გამოსათხოვარი ცერემონია ღია შურისძიების დაპირებად აქცია. დონალდ ტრამპმა უპასუხა და აჩვენა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს მიიღოს მუქარები თავისი პრეზიდენტის მიმართ მძიმე რეაგირების გარეშე. პერსონალური კრიზისი დონალდ ტრამპსა და მოჯთაბა ხამენეის შორის იმავე დროს ხდება, როცა ორივე მთავრობა ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის იბრძვის. ვაშინგტონმა მოითხოვა, რომ თეირანმა გამოაქვეყნოს განცხადება, სადაც აღიარებს, რომ სრუტე ღიაა და არც ერთი სავაჭრო ხომალდი არ იქნება თავდასხმის ობიექტი. გაფრთხილება პირდაპირ რეჟიმსა და მმართველს გაეგზავნა რეგიონული შუამავლების ნაცვლად. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მძიმე შედეგები მოჰყვება თუ ირანი უარს იტყვის მოთხოვნის შესრულებაზე. სხვა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ირანელებისთვის კარგი დღე არ იქნება თუ პასუხი უარყოფითი იქნება. ულტიმატუმი გამოწვეული იყო რეგიონში გამავალ გემებზე განხორციელებული თავდასხმებით. შეერთებული შტატების ხელისუფლება ადანაშაულებს ირანის ძალებს 3 კვირით ადრე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევაში, რადგან მათ რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი სავაჭრო გემებს. თავდასხმებმა გამოიწვია ახალი სროლები და შეთანხმება კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულდა, თუმცა მის მოლაპარაკებლებზე ნებადართო კვლავ ეცადათ გამოსავლის პოვნა, თუმცა ვადა ძალიან მოკლეა. ამერიკის მთავრობა 3 კონკრეტულ ზომას ითხოვს. ირანმა უნდა აღიაროს, რომ სრუტე ღიაა, დაპიროს, რომ გემებზე თავდასხმა არ მოხდება და უზრუნველყოს, რომ ყველა არხის გამოყენება შესაძლებელი იქნება გადასახადის გარეშე. თეირანის სულ საკონტროლოს მარშრუტები და აიძულოს გემები მიხვდნენ ირანის ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ გზებს. რეჟიმი ასევე მხარს უჭერს გადასახადების დაწესებას გავლაზე. ვაშინგტონი უარყოფს ამ მცდელობას, რადგან ჰორმუზის სრუტე 10 წლეულებია განიხილება როგორც საერთაშორისო მარშრუტი, რომელიც აუცილებელია ვაჭრობისა და ენერგიის მიწოდებისთვის. ტრამპი იცის, რომ ირანის მიერ ამ მარშრუტზე კონტროლის დაშვება რეჟიმს მისცემს ძალაუფლებას, დაემუქროს მსოფლიო ეკონომიკას, ყოველთვის როცა პოლიტიკურ უპირატესობას მოისურვებს. ფული დავზოგე, უკამ და დაუბრუნებული ხავი და ხურდა ამერყ. ბოლოს და ბოლოს ბენზინი უფრო იაფია. მადლობა ტრამპო, რომ ცოტა ფულის დაზოგო შემაძლებინე. ჩვენ ვარ ფილადელფიაში Freedom Fuel Network-ის პირველ ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც განმძღვანელობს ბენზინის ფასების შემცირების კამპანიას. $3.47. ეს 47 პრეზიდენტისთვის, დონალდ ჯეისთვის. ტრამპ. აქ ბენზინის ფასი 50 ცენტი დაბალია, ვიდრე პენსილვანიის შტატის საშუალო ფასი. 4 ივნისი. ბენზინის ფასები იკლებს, რაც შესანიშნავია. შეერთებულმა შტატებმა გემებს ურჩია გამოიყენონ სამხრეთის მარშრუტი, ომანის წყლებთან ახლოს. ეს გზა ამცირებს ირანის გავლენას საზღვაო მოძრაობაზე. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რეჟიმის შიგნით არსებული რადიკალური ჯგუფები ესროდნენ გემებს, რათა მოლაპარაკებებში ძალაუფლება დაებრუნებინათ. ირანის წარმომადგენლებმა უარყვეს, რომ ახალი მოლაპარაკებები მოუთხოვიათ, თუმცა დათანხმდნენ შუამავლობით ორგანიზებულ კონტაქტებში მონაწილეობას, რომლებსაც კატარისა და რეგიონის სხვა ქვეყნების შუამავლები აწარმოებენ. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ თავდასხმები შეცდომა იყო და მოითხოვეს მოლაპარაკებების გაგრძელება. ინფორმაცია ასევე მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე რეჟიმის სიმწევრებს შორის, რომლებიც შეთანხმებას ემხრობიან და რევოლუციური გვარდიის მხარდამჭერ სექტორებს შორის, რომლებიც ესკალაციაზე დებენ ფსონს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გაგზავნეს მასკატში, რათა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ საიდ ალ-თანიალ ომანთან ერთად კრიზისი განეხილა. საიჯი ბადრ ალბუსაიჯი შეხვედრა ამ შაბათს დაინიშნა და ის შეეხება საზღვაო მოძრაობას, გამტარ მარშრუტებს და იმ პირობებს, რასაც შეერთებული შტატები ითხოვს. ვაშინგტონი ელოდება, რომ ირანი შეხვედრის შემდეგ განცხადებას გააკეთებს. თუ თეირანი უარს იტყვის, სამხედრო ვარიანტები უკვე მზადდება. კატარი, პაკისტანი, თურქეთი და ომანი ცდილობენ ახალი თავდასხმების ტალღის შეჩერებას. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შებას შარიფმა ისაუბრა ირანის პრეზიდენტ მასუდ პესეშკინთან და კატარის ემირთან, რათა თავშეკავება მოეთხოვა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ სჯერა შესაძლებელია გამოსავლის პოვნა. ამ ქვეყნებს ეშინიათ, რომ ირანის პასუხი გამოიწვევს თავდასხმებს ბაზებზე, პორტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მთელ რეგიონში. ისრაელი აკვირდება მოვლენებს და პირდაპირ კავშირზეა დონალდ ტრამპთან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა მზად არის საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო ძლიერი დარტყმით კვლავ შეუტიოს. ისრაელიც ცენტრალურ სამიზნედ ითვლება, რადგან მონაწილეობდა თავდასხმაში, რომელმაც ალი ხამენეი მოკლა. მოჯტაბა ცდილობს მამის სიკვდილი გამოიყენოს რადიკალური ჯგუფების გასაერთიანებლად და დაამტკიცოს, რომ მას აქვს ავტორიტეტი. მისი საჯარო არ ყოფნა გავრცელებული ცნობები, მისი დაჭრის შესახებ და რევოლუციურ გვარდიაზე დამოკიდებულება კიდევ უფრო ზრდის ძალის დემონსტრირების აუცილებლობას. შურისძიების დაპირება წარმოადგენს გზავნილს როგორც ტრამპისთვის, ისრაელისთვის, ასევე შიდა ჯგუფებისთვის, რომლებიც რეჟიმის მომავალზე იბრძვიან. მოჯთაბამ შურისძიება აღუთქვა, მაგრამ ახლა მას უწევს წინააღმდეგობა გაუწიოს პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ 1000 რაკეტა აქვს მზად ისრაელთან სამხედრო ალიანსს და ქვეყნების ქსელს, რომლებიც თეირანს ზეწოლას ახდენენ უკან დახევის მიზნით. ირანის შემდეგი პასუხი განსაზღვრავს, გადაიზრდება თუ არა კრიზისი ახალ შეთანხმებაში, თუ კიდევ ერთ შეტევაში რეჟიმის გულში. მთავრობას ამაზე მეტი სათქმელი აღარ აქვს. თვალი ადევნეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.